სახელითა მამისათა, დაძისათა, დაწმნისა სულისათა. ჩვენთან არის ღმერთი. დღევანდელი სახარება არის ერთგვარი გაგრძელება წინა კვირას წაკითხული სახარებისა. კერძოდ შეგახსენებთ, რომ წინა კვირას ჩვენ წავიკითხეთ სასწაული, რომელიც 4-ვე სახარებაშია დაუწყები. კერძოდ 5 პურით 5,000 კაცის დაპურებაზე იყო საუბარი. აი დღევანდელ დღეს არის, როგორც მოგახსენეთ, გაგრძელება ამ თხრობისა და გაგრძელება ასეთია, რომ როდესაც მაცხოვარმა დააპურა ეს ხალხი, უბრძანა მოციქულებს, რომ გადასულიყვნენ ნავით მეორე მხარეზე, რაც მათ გააკეთეს, გასურეს გენესარეთის ზღვაზე და სანამ თვითონ გაუშვებდა ხალხს, ისინი, რა თქმა უნდა, მიდიოდნენ მეორე მხარისაკენ. და როდესაც ჩამობნელდა და ღამე იყო და სახუმილავსა მას მეოთხე ჟამისასა, სახუმილავებით იყო გამოყოფილი დრო, აი მაშინ ატყდა დიდი ქარბუქი, ქარიშხალი ზღვაზე და ნავი იძირებოდა. აი სწორედ ამ დროს გამოცხადდა მაცხოვარი მათ წინაშე. მათ ეგონათ, რომ მოჩვენება იყო, მაგრამ როდესაც გამოელაპარაკა, გამოესაუბრა მათ, პეტრე მოციქული მიმართავს. უფალო, უკეთუ შენ ხარ, მიბრძანე მე მოსვლად შენ და. მაცხოვარმა დადებითად უპასუხა, გადმოვიდა პეტრე, ანუ სხვა მოწაფეები ჩუმად არიან. მაგრამ პეტრე, როგორც ყოველთვის, თავისი გულმხურვალებიდან გამომდინარე და ასეთი გულმხურვალება მისი ხშირად ვლინდება სახარებაში, აი აქაც გამოთქვა სურვილი, რომ მოდი შევეხომე, იქნება მართლა მოჩვენებაა იგი და თუ შენ მართლა ხარ ეს, რასაც ლაპარაკობ, მე მოვალ, შეგამოწმებ შენ. და როდესაც გადმოვიდა ნავიდან, როგორც მაცხოვარი იდგა ამ ზღვაზე, ამ წყალზე, ისე დაიწყო სვლა მანაც. მაგრამ აი საინტერესო მომენტი, როდესაც შეამჩნია, თითქოს მანამდე არ ყოფილა, მაგრამ ამ დროს შეამჩნია, რომ იყო ქარიშხალი, შეეშინდა და ჩაძირვა დაიწყო. უფალო მიხსენ მე, ეუბნება. მაცხოვარმა მოკიდა ხელი, რატომ შეურგულდი, ეუბნება. აღმოიყვანა ამ წყლიდან და მიადგნენ ამის შემდგომ ისინი მეორე ნაპირს. ჩვეულებრივი სასწაული ერთ-ერთი, წყალზე სიარული ეწოდება ამას, მაგრამ როგორც ყოველთვის ჩვენთვის რა, ჩვენ რას გვასწავლის ეს სახარება? რაზეა საუბარი? ხლა ბევრი რამეა შეიძლება სასაუბრო აქ. ძალიან საინტერესო, მაგრამ ალბათ ერთს გამოვყოფთ მხოლოდ. პრობლემა სულმოკლეობისა. ან სხვაგვარად რო ვთქვათ, პრობლემა ორგულებისა, რაც პეტრეს დაემართა. სულმოკლეობაზე, აი ამ ვნებაზე, აი ამ გაუკუღმართებაზე ძალიან იშვიათად საუბრობთ ჩვენ და ალბათ იმიტომ, რომ ძალიან იშვიათად ვფიქრობთ. თითქოს ეს არ არის პრობლემა. რა არის სულმოკლეობა? რა მდგომარეობა ადამიანის? ძალიან მოკლედ რო ვთქვათ, სულმოკლე ადამიანი თვითონ სიტყვიდან გამომდინარე სულის მოკლება, სიმცირე სულისა. რაში ვლინდება? რა არის სულმოკლეობა? ძალიან მარტივად რო ვთქვათ. ეს არის მდგომარეობა ადამიანის, როდესაც რაღაცას იწყებს და ვერ ამთავრებს. მერყევი ადამიანის პოზიცია. პეტრესთან დაკავშირებით ვთქვათ. პეტრამ ხომ მოინდომა გაკეთება იმ საქმისა. გადმოვიდა ნავიდან, მხნეობა გამოიჩინა, სხვა მოციქულებთან შედარებით, მან გამოიჩინა მხნეობა.
ქარბუქია ერთი ამბავია ზღვაზე, ღელავს, ეშინიათ იძირებიან და ეს მაინც სითამამით ეუბნება მოვალთ შენთან. ანუ სულმოკლე ადამიანი არ ნიშნავს იმას, რომ ხნი არ არის რაღაც მომენტამდე. ესე იგი, სულმოკლე ადამიანი რამოდენიმე მდგომარეობაში იმყოფება. ერთი მდგომარეობა არ არის ეს. ერთ მდგომარეობამდე კი მიდის, მაგრამ სანამ აქამდე მივა, რამოდენიმე მდგომარეობა უნდა გაიაროს. აი პეტრესთან დაკავშირებით. მხნია ეს კაცი, საქმეს იწყებს. დიდი ამბით თან. სხვებზე ძლიერია სულით. გეგონება რომ აგერ დაამხობს ახლა ყველაფერს. გადმოვიდა ნავიდან. ანუ ჩვენზე გადმოვიტანოთ. ადამიანმა დაიწყო მთელი მონდომებით, გულმხურვალებით სახლის აშენება. სხვები ვერ აშენებენ, ფული არ აქვთ, ეშინიათ, ეს იწყებს. დაიწყო პეტრემ გადმოსვლა. შეხედა რას? რომ თურმე არის მღელვარება ზღვისა და შეეშინდა. რა მომენტებია? ესე იგი, სულმოკლე ადამიანი არის დამწყემი საქმისა, მაგრამ ამავე დროს არის შიშარა ადამიანი. როგორც პეტრესთან დაკავშირებით. შეეშინდა ზღვისა მას. და რატო შეეშინდა? იმიტომ რომ ღელავდა. ესე იგი, სულმოკლე ადამიანი უყურებს გარემოს. ჩვენზე გადმოვიტანოთ რა სიტყვიან ჩემზე. მერე ეს დავიწყე ეს საქმე. სხვები რა სიტყვიან? ამ შემთხვევაში პეტრესთან დაკავშირებით ეს არის ის მღელვარება ზღვისა. თითქოს, როგორც მოგახსენეთ, მანამდე არ იყო. მაცხოვარი რომ მოდის მათთან, ხო უკვე ღელავს ზღვა. მაშინ ხო არ იწყება ღელვა, როდესაც პეტრე გადავა. ეს უკვე ჩვეულებრივი ამბავია. მაგრამ ამან ყურადღება მიაქცია მაშინ, როცა საქმე დაიწყო უკვე. გადმოვიდა ნავიდან, შეეშინდა მღელვარებისა. ანუ გარემოსი. რა სიტყვიან ჩემზე ადამიანები? იქნება მე არასწორს ვაკეთებ. და დაიწყო ჩაძირვა. ესე იგი, განვლო რამოდენიმე ეტაპი ამ კაცმა. თითოეულმა ჩვენგანმა. პირველი, დაიწყო საქმე, ახლა ამ შემთხვევაში ღვთის შემეცნებაზია აქ მდგომარეობა და სალაპარაკო. სახლის შენება ავიღე ჩვენ მაგალითად, მაგრამ პირველ რიგში ეს უნდა გადმოვიტანოთ ღვთის შემეცნების გზაზე მავალობა. დაიწყო ადამიანმა სიარული ეკლესიაში, მთელი გულმოდგინებით. დაუშვათ ვიღაც გარდაეცვალა, ან რაღაცა დაემართა, ну რაღაცა ხდება ცხოვრებაში და დაიწყო ამ მთელი ცხოვრება, ეხლა უნდა მიუძღვნა ღმერთს. იარა ცოტა ხანს იარა, მერე აბა ხალხმა რა თქვა ჩემზე. რაღაცა შიში დაემართა, როგორც პეტრეს და ბოლო-ბოლო მობეზრდა მერე. აი მობეზრებულობა საქმის კეთებაში არის სულმოკლეობა. კაცმა დაიწყო, გაიარა ეტაპები, როგორც მოგახსენეთ, აღარ ჩამოთვლი და მივიდა სულმოკლეობამდე. მობეზრებულობამდე დაიწყო ჩაძირვა. აღარ აინტერესებს. დაამთავრა ნახევრად, ააშენა სახლი. ახლა სიცხია, მერე თოვლია, არამცალია, ეხლა ფულის საშოვნელია და დარჩა ეს საქმე. ყველა საქმეში სულმოკლე კაცი არც ერთ საქმეში უпроსწორად არ ივარგებს. მით უმეტეს ღვთის გზაზე მავალი. ეს რო ჩემი სიტყვები არ გეგონოთ, მაცხოვარი სხვა ადგილას ახარებისა ასეთ რამეს ამბობს. მოკლე ფრაზაა. არ ივარგებს კაცი ღვთის სასუფევლისათვის.
რომელიც სახნის ხელს მოკიდებს და უკან იყურება. ესე იგი, თან უნდა მოხნას თითქოს სახნის მოკიდავს ხელს, საქმეს აკეთებს თითქოს მოკიდა ხელი მთელი გულმოდგინებით და უკან იხედება ნეტა რა თმინდა მე, ან შიში აქვს, ან ხალხი რა სიტყვის. ესეთი ხალხი არასოდეს არ ივარგებს ღვთის სასუფევლისათვისო და თუ ღვთის სასუფევლისათვის არ ივარგებს, მით უმეტეს საქმიანობაში როგორ ივარგებს. სულ მოკლე კაცია ეს. ეხლა მეორე მაგალითი ძველი აღთქმიდან, უფრო სახეობითი. ღმერთმა გამოიხმო მოსე, წინასწარმეტყველი, ქორების მთაზე, როდესაც ხედავს ალმოდებულ მაყვალს. მივიდა მოსე ამ მაყვალთან და ღმერთი დიალოგს უმართავს. შენ უნდა გამოიყვანო ჩემი ხალხი ეგვიპტის ტყვეობიდან. ესაუბრება, სახელს უცხადებს თავისას და ასე შემდეგ. და მოსე პატარა კაცი მწყემსია. ეუბნება ასეთ რამეს, რომ უფალო სხვა კაცი გამოირჩიე. მე რამ წინამძღოლი უნდა ვიყო ხალხისა. 600,000 კაცი გამოყავს მოსეს შემდგომში. მაგრამ ჯერ პატარა კაცია და ამ პატარა კაცობას თვითონ თავდაბლობით კი არ ამბობს, რომ მე დიდი ვარ, მაგრამ პატარა მინდა მოგაჩვენო, მინდა მოგაჩვენო თავი. მართლა ესეთია, მწყემსია, 40 წლის განმავლობაში მწყემსავს სიმამრის ცხარს უდაბნოში. მე რა წინამძღვარი უნდა ვიყო ხალხის და იმის დასადასტურებლად, რომ მცირე კაცია და პატარა კაცია, ეუბნება მოსე ღმერთს. მე ხომ ენაბრგვილი კაცი ვარ, ლიყიანი, ვერ მეტყველი. მართლა ესეთი იყო. მე რა უნდა გავაგებინო ამ ხალხს? ლაპარაკი არ შემიძლია. ენაბრგვილობის დეფექტი მაქვს მე. და მე ვინ დამიჯერებს უფალო? სხვა აირჩიე წინამძღვრად. ღმერთი ეუბნება მას. შენ იქნები გონება, ხოლო შენს ნაცვლად მეტყველი იქნება შენი ძმა აარონი. აი მხოლოდ მაშინ ემორჩილება მოსე, მიდის ეგვიპტეში. და მთელი ისტორია თქვენ კარგად მოგიხსენებათ, გამოყავს ებრაელი ხალხი და მთელი ეს ამბავი რაც ხდება შემდგომ. მაგრამ საიდან დაიწყო? პატარა კაცობიდან. აი მოსეს რომ ეთქვა, მიუხედავად იმისა, რომ ღმერთი ავალებს ამხელა ტვირთს და ამხელა ამოცანას, რომ ეთქვა, რომ დაჟინებით რო ეთქვა, არა მე არ მინდა კაცო, მე არ ამჭირდება ეს. მაგრამ ღმერთმა ხო იცის, რომ ენაბრგვილი კი არის, მაგრამ ყველაზე მშვიდი კაცია კაცობრივ, ესე კაცთა შორის, როგორც თვითონ არის ნათქვამი ძველ აღთქმაში. ესე იგი, რა ჭირდებოდა ღმერთს? ღმერთს ჭირდებოდა ის, რომ მშვიდი წინამძღვარი ყოფილიყო. იმიტომ რომ ეს ებრაელები მონებად გაყიდულნი და იქ დაბადებულნი უკვე ეგვიპტეში იყვნენ გაუთლელი ადამიანები. მათ საუბარი არ ესმოდათ. უბრალოდ ესმოდათ, მაგრამ ყურად არ იღებდნენ. გაუთლელი ხალხი იყო. ტყიური მონებივით იყვნენ ესენი. და წარმოიდგინეთ ახლა 600 კაცს რო ლაპარაკი დაჭირდებოდა მოსესგან. და ამას ნერვიული სისტემა რომ არაჯამრთელი ქონოდა, რამდენ კაცს დააზიან, ან ვინ გაყვებოდა მას. და ღმერთი ხედავდა ამას. შენი ენაბრგვილობა არ მინდა მე. შენი სიმშვიდე მჭირდება ამ შემთხვევაში. აი ამას ეუბნება უფალი. და ამან სულ გრძელება, მოთმინება და მორჩილება გამოავლინა
და მიდის ეგვიპტეში ნამდვილად. სულ მოკლე კაცი არ აღმოჩნდა, აი ამის თქმა მინდა მოსე წინასწარმეტყველი. დაიწყო საქმე და ბოლომდე მიიყვანა. ხო შეეძლო მას, რომ ჩავიდო და დაუშვათ ეგვიპტეში, დაინახავდა ამ ხალხს, ამ გაუბედურებულ მონებს და ეთქვა, არ მინდა ამათთან მე საუბარი. ამათ რა უნდა უხსნა მე? რა უნდა გავაგებინო ამათ ახლა მე? ესენი ხო უაზრო ადამიანები არიან. რა გათავისუფლება, რის მონობიდან გამოყვანა ამათი? ელემენტარულს ვერ ხვდებიან. და რო ვერ ხვდებიან ამას, ეს მთელ ბიბლიის განმავლობაში, მოსეს ცხოვრებაში ეს ვლინდება. უამრავი სასწაული მოულინა ღმერთმა და ესენი კიდე ითხოვენ ისეთ რამეებს, რაც აბსოლუტურად წარმოუდგენელია გონებისთვის. მიუხედავად იმისა, რომ მუქთა ცხოვრობენ ისინი უდაბნოში, მანანათი იკვებებიან, როგორც თქვით ჩვენ ადრე, ხორცი გჭირდება ეხლა ჩვენო. ესე იგი, უდაბნოში მოინდომეს ხორცის ჭამა. და ფრინველები მოუვლინა ღმერთმა. დაიხოცა მე ეს ებრაელები, იმდენი ჭამეს, კუჭები დაუსკდათ. აი ესეთი ხალხია. აი ესეთი გაუთლელი ხალხი. მაგრამ მოსემ რომ დაიწყო ეს საქმე, მიიყვანა ბოლომდე. პეტრემ დაიწყო საქმე ამ შემთხვევაში და ბოლომდე ვერ მიიყვანა, დაიწყო ჩაძირვა. როგორც თითოეული ჩვენგანი ხშირად ვიწყებთ რაღაცას, ეს მინდა პირველ რიგში რა? ღვთის მოსაობაზია საუბარი. მაგრამ გამომდინარე აქედან ყველა საქმეს ეხება ეს. მაგრამ პირველ რიგში ეს. მე თუ ცხონების გზაზე ვდგევარ, ეს ცხონების გზა მომაბეზრებელი კი არ უნდა იყოს ჩემთვის. მაშინ ვერასოდეს ვერ მიხვალ ღვთის სასუფევლამდე შენ. იმიტომ რომ შენ გბეზრდება ეს საქმიანობა, სხვა რაღაცეებით ხარ დაკავებული და შესაბამისად ვერც ერთ საქმეს შენ ბოლომდე ვერ მიიყვან. ყველაზე საშინელი ალბათ მდგომარეობა ადამიანის არის მერყეობა, ანუ სულ მოკლეობა. და ამის მაგალითი არის პეტრე მოციქული. იწყებს ეშინია შემდგომ, ხალხი რას იტყვის და იძირება შემდგომ. აი ესე გვემართება ხშირად ჩვენ. არა ვართ ჩამოყალიბებული აზროვნების მქონე ხალხი ხშირად. დაღვინებულობა არა გვაქვს ჭკუისა. და ამიტომაც ამას საეკლესიო გარდამოცემამ უწოდა სულ მოკლე ადამიანი. ცუდი კაცი არ არის, მაგრამ დაღვინებული ვერ არის. კაცია 40 წლისა, 50 წლისა, მაგრამ არის ტუტუცი. იმიტომ რომ ვერ აქვს ჭკუა დალაგებული დაღვინებულობის გაგებით. სხვადასხვა საქმეს ეპოტინება და ვერც ერთი საქმე ვერ მიიყვანა ბოლომდე. დაგდოსოთ ღმერთმა და მოგცეს უფალმა აი ის მდგომარეობა და ის ცნობიერება, რაც წინასწარმეტყველ მოსეს ჰქონდა თავის დროზე. სიმშვიდე და ერთგულება საქმისადმი. პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ღვთის სასოებისადმი, მორწმუნეობისადმი. არა მერყეობა, არამედ მდგრადობა, გონებისა და სულიერი მდგრადობა. რის გარეშეც არაფერი სასიკეთო არ წარემართება. ამიტომაც ჩვენ, როგორც თავიდან მოგახსენეთ, ამაზე არ ფიქრობთ, ვითომ ეს პრობლემა არ არის. ისე აულით ხომ გვერდს, რომ ყურადღებასაც არ მივაქცევთ. ამ დროს საეკლესიო ტერმინოლოგიაში, როგორც სოდვა, როგორც სნეულება სულისა, არის წარმოდგენილი სულ მოკლეობა, ან ორგულება კაცისა.
ჯვარი გეწეროთ ციცოცხლეთ.